2024 წელს საქართველოს 5.100.000 საერთაშორისო ტურისტი ეწვია. ეს მონაცემები 9%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ინდოეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი. დასრულდა 2024 წლის სამოგზაურო სეზონი და საქართველოს ძალიან კარგი ციფრები აქვს. 2024 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა რეკორდული რაოდენობის ტურისტული ვიზიტები 5.100.000 მიაღწია, რაც საქართველოს ისტორიაში არის ყველაზე დიდი ციფრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ 2025 წელს მეტი შემართებით, ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული წელი გვექნება. ჩვენი ქვეყნის დივერსიფიკაციის პოლიტიკიდან გამომდინარე ხაზგასასმელია და სასიხარულოა ის, რომ რეკორდულ ნიშნულზე გავიდა გასულ წელს ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, მათ შორის როგორიც არის ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები, საიდანაც ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მყიდველ უნარიანობ. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინები მიმდინარე წელს, რადგან ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები არაერთ წამყვან ავიაკომპანიასთან 2024 წელს, მათ შორის საქართველოს ტურისტულ და საავიაციო ბაზარს მიმდინარე წელს დაემატება ავიაკომპანია British Airways, EasyJet, ისევე როგორც შვეიცარიის დაბალ ბიუჯეტიანი ახალი ავიაკომპანია Edelweiss.